მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით გვინის თემატიკას, კონკრეტულად კი ამერიკის ბაზარზე ჩვენს ახალ შესაძლებლობას, ახალ მარკეტინგულ შეთანხმებას და ამ ყველაფერზე სასაუბრად რადიომედის სტუდიაში გვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყოლაიძე არის ჩვენი სტუმარი. მადლობა სტუმრობისთვის, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ თქვენი ჩართულობით სააგენტომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, ამ შემთხვევაში საუბარია ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს, თქვათ, მოცულობითად და გრძელვადიან პერიოდში იქ ამერიკის დიდ ბაზარზე ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას. ზოგადად ამ კომპანიის შერჩევა რატომ მოხდა, თქვათ, რა უპირატესობას გვაძლევს და რა შესაძლებლობებს გვიხსნის, იმიტომ რომ გარკვეულწილად ამერიკის ბაზარზე ჩვენ ისედაც ვართ და აქვე ვიკითხავ ლოგიკურია, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტარიფები დააწესა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და 10%-იანი საბაზისო ტარიფი საქართველოსაც ერგო და არ ვიცი, რამდენად შეგიძლიათ ამას პასუხს გაცნობა, თუ არის შეხებაში ეს იგივე ღვინის სეგმენტთან. კი ბატონო, მოგახსენებთ, დავიწყოთ პირველი ნაწილიდან. ჩვენ ამ კომპანიასთან კოლანჯელოსთან თანამშრომლობთ ბოლო 3 წლის განმავლობაში და როგორც ასევე იცით, უკვე ბოლო 10 წელია ჩვენ ამერიკაში აქტიურად ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიას, რაც გულისხმობს ცნობადობის ამაღლება, თავისთავად რაც შემდგომ უნდა მოყვეს უკვე გაყიდვები. კოლანჯელოსთან მუშაობა დავიწყეთ 3 წლის წინ და ჩატარდა ბაზრის კვლევა, ასე ვთქვათ, მოვიკვლიეთ ბაზარი, იქ მნიშვნელოვანია თვითონ მარკეტინგულ კომპანიას რა პორტფელი აქვს, ვისთან უმუშავია. კოლანჯელო არის ერთ-ერთი წამყვანი მარკეტინგული კომპანია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან, ქვეყნის როგორც ასე ვთქვათ, მარტო ღვინოებია მისი სფერო? სპირტიანი სასმელები და ღვინო. შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა, თუ შევხედავთ იგივე სტატისტიკას, ექსპორტის სტატისტიკას და იმას თუ ასევე ჩვენ შაშან გავზომეთ კიდეც, ანუ სად ვართ ამერიკის ბაზარზე ჩავატარეთ კვლევა და ამ ყველაფრის შედეგად წელს უფრო პირიქით გავაძლიერეთ, ასე ვთქვათ, მიმართულება, რაღაც კონკრეტული მიმართულება ამერიკის შეერთებულ შტატებში და უფრო ესეთი კონტრაქტი ხელშეკრულება გავაფორმეთ კოლანჯელოსთან, მიმართულებები ცოტა შევცვალეთ, ვიდრე ჩვენ თქვა გქონდა გასულ წლებში, იმიტომ რომ კვლევამ გვაჩვენა, რომ ამერიკის ბაზარზე ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ცნობადობა. და კვლევა რა მიმართულებით? კვლევა ჩავატარეთ და ამის შემდგომ უკვე შევცვალეთ მარკეტინგული მიმართულება და მოგახსენებთ ამას, ჩვენ ძირითადად ბოლო 10 წლის განმავლობაში გქონდა კომუნიკაცია და ვმუშაობდით უფრო კომერციულ სექტორზე, ეს არის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მაგისტრები, ანუ ღვინის დარგის პროფესიონალებთან. სპეციალისტებთან. ცოდნენი ასე. კი ბატონო, თუმცა ანუ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია იმისთვის, რომ მოხვდი ამერიკის ბაზარზე, თუმცა მოხვედრა არ არის საკმარისი, თაროდან უნდა გაიყიდო. შესაბამისად, იმიტომ რომ თაროდან ქართული ღვინო გაიყიდოს, გაყიდვები გაიზარდოს, მნიშვნელოვანი არის, რომ არ გამოგრჩეს საბოლოო რგოლი, და დანიშნაჭვის საბოლოო რგოლი, ეს არის მომხმარებელი, რომელიც შეიძლება იყოს რეგულარული ღვინის მომხმარებელი, შეიძლება არც ერკვეოდეს საერთოდ ღვინოში, თუმცა როდესაც თქვათ ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ქართული ღვინო იქცეს მათთვისაც არა რაღაც ნიშურ პროდუქტად მხოლოდ, არამედ ჩვეულებრივად ყოველ საღამოს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, რომ გახსნი ღვინოს სადილზე. აი აქ გვინდა რომ ასე ვთქვათ მივიდეთ. ჩვევაში გადავიდეს ქართული ღვინო. ჩვევაში გადავიდეს და ეს არ იყოს რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, მხოლოდ იმიტომ რომ ეზიარო ისტორიას ან რაღაცა გაგიგია, ვთქვათ, ქარვისფერი ღვინო და გასინჯო. აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა ჩვენ ან კვლევის მიხედვით აღმოჩნდა ამ მიმართულებთან, მომხმარებელი არ იყო ინფორმირებული სათანადოდ. შესაბამისად, უკვე იმპორტიორიც ხო, თუ არ ყავს მას მომხმარებელი და თავიდან ვერ გაყიდის ღვინოს, იგივე რესტორანი თუ არ შეუკვეთავ, იმათ უკვე იციან, შემდგომ უკვე აღარ განახორციელებს ხო შეკვეთას. ეს ამან გვაჩვენა ის, რომ ბოლო წლები ამერიკის ბაზარზე ექსპორტი იზრდებოდა, თუმცა არა იმ ნიშნით, რაც ჩვენ გვინდოდა. შესაბამისად, შარშან დავიწყეთ უკვე კოლანჯელოსთან ამ მიმართულებით მუშაობა. და ეს კამპანია მოიცავდა შარშანას და წელსაც გავაგრძელებთ ძირითადად ან მსხვილ მედია პლატფორმებთან ურთიერთობას, outdoor კამპანიას, გქონდა თანამშრომლობა CBS-თან, CNN-თან, ასევე ახლა ჩამოყვავს კიდევ ორი ჯერჯერობით არ გავახმოვანებ ორი მნიშვნელოვანი მედია კომპანია და აქ გადაიღებენ სიუჟეტებს და თქვათ რაღაც სერიალში შეიძლება მოხდეს თქვათ ქართული ღვინო. შესაბამისად ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ რაც შეიძლება ხშირად და
ბევრჯერ მოუხდეთ ამერიკელი მომხმარებლის თვალსაჩინოში. თუმცა ასევე შევეხები სხვა ქვეყნებსაც, ანუ თუ გვაქვს კი, სხვა ქვეყნებსაც ვისაუბროთ, უბრალოდ მეორე კითხვის ნაწილზე რამდენად ვიცით ჯერ არა. აი გუშინ დაანონსდა ეს ამბავი და შესაბამისად ჯერჯერობით რაიმესთი ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, შევხედოთ დროაჩვენებს, თუმცა ჩვენ მაინც აღვნიშნავ, რომ ამერიკაში ვართ უფრო მაღალ და პრემიარულ სეგმენტში, შესაბამისად რამდენად შეეხება ახლა ეს ექსპორტს, ამას ალბათ შესაძლოა ნაკლებად. ჩვენ სხვა ქვეყნებზეც აუცილებლად გამოვახვილებთ ყურადღებას, უბრალოდ მინდა რომ ამერიკის ნაწილში ასე ვთქვათ უფრო მეტი გავიგოთ თუ ამოვწუროთ, შედარებით პირობითი სიტყვა ამოვწუროთ. თქვენ ახსენეთ, რომ რესტორნებში იგივე პირობითად იგივე რესტორანში თუ არ იქნება მოთხოვნა, თქვათ იმ დონის, მე ინტერესი მასაც არ იქნება, ხო, რომ სადისტრიბუციო კუთხით გააკეთოს აქცენტი ამაზე. და მე გამახსენდა მექანიკურად მუხრანელის მარკეტინგული ხრიკი, როდესაც იგი საფრანგეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ თუ სხვა სტუდენტებს ქირავდა, ასე ვთქვათ, იმისთვის და რესტორანში შესვლის საფასურსაც უხდი და იმისთვის, რომ ისინი შესულიყვნენ ფრანგულ რესტორანში და მოეთხოვათ ფრანგული ღვინო და მათთვის სრულიად ბუნებრივი და მიუღებელი უნდა ყოფილიყო, რომ ფრანგული ღვინის ფონზე არ იქნებოდა ქართული ღვინო და უნდა მოეთხოვათ ქართული ღვინო და ამის შემდეგ უკვე მიდიოდნენ მისი წარმომადგენლები და სთავაზობდნენ ქართული ღვინის შეტანას და ანუ მოთხოვნას ქმნიდა. ეგ თუმცა ამერიკაში მაგკუთხით ჩვენ ისეც გვაქვს ცოტა ეს რომ ჯორჯიას რომ ამბობ, მაინც შტატი ჯორჯია, ხო? შტატი გონია და იქ უნდა დააკონკრეტო აუცილებლად. ნუ გასაგები ეს მე რასაც ახლა ვამბობ პირობითია და მე-19 საუკუნის მარკეტინგული ხრიკი შედარებით მარტივი იყო, ახლა ბევრად უფრო რთულია, მაგრამ კითხვა მიმყავს საით თუ ერთი არის თქვენ თავიდან როდესაც საუბრობდით და ალბათ სწორიც იყო და ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი იყო რომ ღვინოში გარკვეული ღვინოში შეხედული ადამიანებისთვის ქართული ღვინის მრავალფეროვნება თუ განსხვავებულობის ახსნა ადვილია, იმიტომ რომ იმან იცის სპეციფიკა და მაშინაც ხვდება რომ ქართული ტექნოლოგია არის კიდე სხვა სამყარო საერთოდ. ახალი პლანეტაა მისთვის და ის ეცდება ეს პლანეტაც შეიმეცნოს და გაიცნოს, მაგრამ ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, დაელაპარაკო და აუხსნა იმ რიგით მომხმარებელს, რომლისთვისაც, ვთქვათ, სპირტიანი სასმელი შეიძლება იყოს მოხმარების საგანი, ასე ვთქვათ, საბაზო და იქ ძალიან რთულია და აი გასაგებია კვლევა ეს გაჩვენოთ, მაგრამ რა მექანიზმებს ხედავთ იმისთვის, რომ მათი გული მოვიგოთ, მათ ის რომ საერთოდ ჩვევაში გადავიდეს და ყოველდღიურობაში ესეც ძალიან რთული მიღწევადია და ამაში კომპანიები კონკრეტული ბრენდის წარმომადგენლები მილიონობით დოლარს ხარჯავენ და ცდილობენ იგივე ჰოლივუდის ელემენტი გამოიყენონ და ფილმიდანაც კი მოახდინონ და ცალკე თემაა, მაგრამ თქვენ რა მექანიზმებს ხედავთ და რა საშუალებები გაგვაჩნია იმისთვის, რომ რაღაც მიზანს მივახციოთ, რაზეც თქვენ აღნიშნეთ. ბატონო, კი გეტყვით, ნუ რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია იგივე ჩვენი ძირითადი გზავნილები, რაც გქონდა ეს ბოლო წლები და ეს თქვენც იცის, ეს არის 8000 რთველი საქართველოს ღვინის სამშობლო და 500-ზე მეტი ჯიში. ეს გზავნილები და ეს ჩვენი ისტორია, ის რაც ნამდვილად მართლა უნიკალური გვაქვს და მარტო ჩვენ გვაქვს. მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს აი სწორედ ამ ღვინოში უკვე გათვითცნობიერებულ ხალხში. შესაბამისად მათთან ვაგრძელებთ ისევ ამ კუთხით კომუნიკაციას. თუმცა ეს გზავნილები ნაკლებად მუშაობს რიგითი მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ მათთვის 8000 წლიანი უწყვეტი კულტურა, იგივე 500-ზე მეტი ჯიში, საიდან შეიძლება ვიღაცის საერთოდ არაფრის თქმელია 500-ზე მეტი ჯიში. და 500-ზე მეტი. შეიძლება ჩათვალოს ეს 500 მე რა? ერთიც არ ვიცი. ერთიც არ ვიცი. აქედან გამომდინარე 500 რო ბევრია, მის წარმოდგენა შეიძლება ეს არაფერს. ანუ არ ცვლის რომ ეხლა გავა და იყიდეს ქართულ ღვინოს. აქედან გამომდინარე ჩვენი კამპანია შარშან წლის მეორე ნახევარში დავიწყეთ და წელსაც ასე გავაგრძელებთ, იგივე კოლანჯელოსთანაც და ყველა მედია საშუალებაში, სადაც თქვათ სტატიას ვაქვეყნებთ, ან საუბრობთ, ან სიუჟეტი გვაქვს, უფრო კონკრეტულ გზავნილებამდე დავდივართ, იგივე ვთქვათ მომხმარებელს ეუბნებით, რომ შეიძინოს, აი კატეგორიებამდე დავდივართ საფერავი, ანუ კონკრეტულ დრამოდენიმე ალბათ კონკრეტული გზავნილები უფრო ადვილია. ამერიკა მომხმარებელს თუ არ უთხარით რა უნდა იყიდოს, ეს მხოლოდ ისტორია და მე ის თვითონ გაიკვლევს გზას მაღაზიაში გამორიცხულია. შესაბამისად ის რაც ძლიერი გვაქვს ბართ ბაზარზე ეს არის ამბერ მიმართულება, ქარვისფერი მიმართულება და საფერავი. ჩვენი ლიგა. კი ბატონო, აი ხო აქ ცოტა ძლიერები ვართ ასე შენ კონკრეტულად შედარებითაც და ნუ საფერავი. საფერავმა გაამართლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით, ნუ კიდევ კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებას.
რაც შეიძლება თან ადულად გამოითქმის, ანუ არ არის ვთქვათ ესეთი რთული რომ ვერ წარმოთქვას ამერიკელმა და მთავარია რომ ამერიკა მოხმარებელს საქართველოზე გაახსენდეს თუნდაც ამ ბერი და საფერავი და ასოციაცია შეეკრას. ასოციაცია შეეკრას. კი ბატონო, უკვე შემდგომ მოყვება ამას რომ იგივე საფერავი და იგივე ამბერი არის უძველესი ისტორიის მქონე და მე შეიძლება რომ თვითონ აღმოაჩინოს რომ თურმე მარტო საფერავით დაიწყება არ მოყვება მთელი ასე ვთქვათ ამბავი. კი ბატონო. ჩვენ რამდენიმე წუთი გრჩებოდა თქვენ ამერიკის გარდა სხვა სივრცეებიც ახსენეთ და შედარებისთვის სოფლიოშიც ალბათ იდენტური პრობლემა გვაქვს ყველა ბაზარზე თუ არის რაიმე სპეციფიკური სხვაობები? იცით როგორც კვლევის შედეგებით უფრო კიდე გადავახარისხეთ სად როგორ ვიყავით. ამერიკაში ვთქვათ ჩვენ თუ კარგად ვართ იგივე ჰორეკა სექტორში, იმიტომ რომ ვართ საშუალო და მაღალ პრემიალურ ხარში და მოხმარებელი არ გვიცნობს, აი საპირისპირო შედეგი გვაქვს პოლონეთში. პოლონეთში პირიქით ანუ ცნობადობის პრობლემა არ გვაქვს. აქ გვაქვს პრობლემა იმიჯის და ვართ დაბალ სეგმენტში, დაბალ საფასო კატეგორიაში. და თავიდან იქ აღმოვჩდით თუ იცით რა არის ხო მაინც ოღონდ შეფსულიყავის თემა იყო? ხო, უფრო პოსტსაბჭოთა კავშირის გავლენა, იქ რაღაცა ალაზნის ველზე, ანუ თავისი გავლენები ქონდა და სტერეოტიპული დამოკიდებულება, ოკეი. კი ბატონო, პოლონელმა იცის საქართველოს იქ არ გვიწევს ახსნა რომ შტატი არ ვართ. ანუ აქ რესურსის დახარჯვაც არ გვიწევს ამ მიმართულებით. თუმცა პრობლემა გქონდა სეგმენტის გაახალგაზრდავებაში და ბოლო წლებია უკვე ჩვენ ამაზეც დავიწყეთ მუშაობა რომ არ ყოფილიყო თქვათ ქართული ღვინო მათთვის აღქმადი როგორც რაღაცა ძველი საშუალო კლასი დაბალი კლასი და აი რაღაცა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ანუ პირიქით უფრო ახალგაზრდული და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ იგივე პოლონეთში თქვათ შევიდეთ ჰორეკა სექტორში სადაც არ ვართ ნამდვილად რაც თქვათ გააზრდის როგორც ჩვენს იმიჯს ასევე ფასსაც. კი ბატონო. ხო, ნუ საინტერესო დეტალია და შედარება, იმიტომ რომ ეს საბჭოთა კავშირის მიერ ვთქვათ მარკეტინგული თვალსაზრისით უნდა და არ უნდა და კარგი გააკეთა ქართული ღვინისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც აქცენტი გაკეთდა რაოდენობაზე და არა ხარისხზე, აი ამან უკვე კი გამოიწვია ასოციაცია საქართველოსი და ღვინის, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ვთქვით, დაბალი ხარისხის ღვინოსთან ასოციაცია და ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ ანუ ცალკე არის ერთი სტერეოტიპის გარღვევა, ცალკე არის მეორე სირთულე, რომელიც საერთოდ შენ რო არ გიცნობს ისეთი ადამიანს უთხრა რომ არსებობ და ცალკე არის რომ ვიღაც რაღაც დონეზე გიცნობს და იმას უთხრა რომ შენ რომ ის რომ მარტო ეს არ არის. არ ვარ, კი, აი ზუსტად სხვა მიმართულებით. ძალიან ბევრი სირთულეა, მაგრამ ნუ ჩვენ ამ თემაზე რადიომედის სტუდიაში პირველად არ ვსაუბრობთ და არც უკანასკნელად და ძალიან გულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ყველა ტიპის აქტივობა მნიშვნელოვანია ჩვენი მეღვინეობის და ჩვენი ღვინის კულტურის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყოველი გაყიდული ბოთლი ეს არის საქართველოზე ნათქვამი კიდევ ერთი დადებითი სიტყვა და იმ ბოთლში აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ საშუალო ხარისხის ღვინო, მინიმუმ იმისთვის რომ სწორედ საუკეთესოდან ვასოცირდებოდეთ. ხო, ესეც გადავლახეთ და ამასაც რამდენი დრო დასჭირდა თურმე. და ახლა უკვე სხვა ეტაპზე ვართ, როდესაც ძიების პროცესი გვაქვს, როდესაც ვცდილობთ ბოლომდე გავიხსენოთ ძველი შესაძლებლობები, ძველი ცოდნა, ძველი ტექნოლოგიები და ამ მხრივ იგივე ჯიღაურას სივრცის არსებობა, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ ძველი ჯიშები აღვადგინოთ და საერთოდ ისეთი უნიკალური ჯიშის ღვინოები ქონდეს, რომელიც სოფლიოში ჩვენს გარდა არც კი მოიძებნება, ეს კიდე ცალკე დამატებითი ინტერესის საგანი გახდება ალბათ მინიმუმ ღვინის ცოდნეებისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. ამასობაში ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო, ჩვენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მასპინძლობდით. ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ იმ ახალ მარკეტინგულ ხელშეკრულებაზე, რომლის მეშვეობითაც კვლავ გააგრძელებენ ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ მოცულობითი ბაზრის დაპყრობას ქართული ღვინოები და ეს არც ისე მარტივი საქმეა, მინიმუმ კალიფორნიული ღვინო უსერიოზულესია და მასთან კონკურენცია არათუ ჩვენ თავის დროზე საფრანგეთს, ევროპას ისე შემოეპარა, რომ ფრანგული ღვინო ეგონათ. ცნობილი ფაქტია ეს ამბავიც. შესაბამისად, ხო, მეღვინეებს ყველაფერთან ერთად გარკვეული მნიშვნელოვანი მისია აქვს, რომ მათ კარგი პროდუქტი შექმნან და უკვე თქვენი სააგენტო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ეს პროდუქტი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს და მისი გაყიდვის მსოფლიო ბაზრის სტენდი გაიზარდოს დაუსრულებლად. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.